მოგესალმებით ქუთაისიდან ჩვენ ვიმყოფებით ახლა ფეხბურთის ფედერაციის ბაზაზე. მინდა გადავხადო ამისთვის ძალიან დიდი მადლობა ქუთაისის საფეხბურთო ცენტრს, ფეხბურთის ფედერაციის აკადემიას, აი ამ ლამაზი ინფრასტრუქტურისთვის, სადაც ჩვენ ვიმყოფებით და ვმართავთ აღნიშნულ ფესტივალს. თქვენ იცით, რომ ჩვენი ფესტივალების სერია დაიწყო სიღნაღიდან, შემდეგ გაგრძელდა თელავი, მერე უკვე იყო დასავლეთ საქართველო, ფოთი, ზუგდიდი, შემდეგ იყო ონი, მაღალმთიანი რაჭა ლეჩხუმი, შემდეგ იყო მესტია, სამტრედია და ეხლა უკვე დასკვნითი ფესტივალის ნაწილი იმართება ქალაქ ქუთაისში. ჯამში დაახლოებით 3000-მდე ადამიანი იყო ჩართული, 120 გუნდი, რომელსაც გადაეცა სათამაშო ეკიპირება, რისთვისაც ძალიან დიდი მადლობა კომპანია BetLives, აი ამ საჩუქრისთვის, ბიჭებს ძალიან გამოადგება შემდეგი თამაშებისთვის. ეხლა კი ნახოთ თუ როგორი სათამაშო დღე იქნება, ამინდმა მადლობა ღმერთს ხელი შეგვიწყო. 3 დღის განმავლობაში ჩატარდება ფესტივალი და ვნახოთ ვინ იქნება გამარჯვებული ქუთაისის ფესტივალის. შემდეგ ის გუნდები, რომლებიც გახდნენ გამარჯვებულები, უკვე საქართველოს თასისთვის იბრძოლებენ და რა თქმა უნდა ქუთაისის ჩემპიონიც მიიღებს მონაწილეობას. აბა ნახოთ თუ როგორ თამაშობენ ქუთაისში ფეხბურთს და შემდეგ უკვე გავესაუბროთ რამდენიმე საინტერესო ადამიანს. აბა დროებით. მოკლედ ნახეთ ამ 3 დღის განმავლობაში ძალიან მაგარი და საინტერესო თამაშები ვიხილეთ. ეხლა კი კულმინაციური მომენტი დადგა, სადაც ფინალი იქნება ქუთაისის BetLives Master League-ის ფესტივალი და ჩემთან ერთად არის ძალიან მაგარი ადამიანები, ბექა მერკვილაძე, გრიგოლ დოლიძე, ჩვენი ეროვნული ჩემპიონატის ერთ-ერთი გამორჩეული ფეხბურთელი, ძალიან ბევრ კლუბში უთამაში, არაერთი სანახაობრივი ეპიზოდი შემოუთავაზებია თავისი კვარიზმას სტილში გატანილი გოლები და რომ მოიწიო გრიგოლ. ბექა, შენგან დავიწყებ რა და ვიტყვი ვისაც ასე ვთქვათ, ვინც იცის იმის გასაგონად არა, ვინც არ იცის, მინდა უთხრა, რომ ჩვენ Master League-ა რო დავიწყეთ, პირველივე წელი იყო ბექას დამსახურებით, ესე იგი ქუთაისის გუნდი გავიდა საქართველოს თასის ფინალში და ძალიან დიდი დამსახურებაა ბექა შენი, რომ
ეს ადამიანები მე ვიცი რომ გვარებსაც ჩამოთვლი შენ რამდენი ადამიანია ჩართული ამ საფეხბურთო ასე ვთქვათ აქტივობაში და რა თქმა უნდა ჯანსაღი ცხოვრების წესის პროპაგანდა აუცილებელია ჩვენ როგორც უფროსი თაობის და ასე ვთქვათ ჩვენი მომავალი თაობის კარგი მაგალითი იქნება საჭირო რომ მივცე და შენი ძალიან დიდი დამსახურება სანამ გრიგოლთან გადავალ შენ მინდა თქვა შენი ჩართულობა ზოგადად შენი გუნდის ჩართულობა რა სიტყვით ძალიან კარგი ჩემპიონატია თავიდან ბოლომდე ჩართული ვარ როგორც აკომ აღნიშნაც ახან პირველი მასტერ ლიგის საუკეთესო მწვრთნელი გავხდი საუკეთესო მენეჯერი კი ბატონო მენეჯერი ეხლაც ჩავერთეთ აგერ ფესტივალზე ძალიან კარგი გუნდი მყავს ქუთაისის ტორპედოს ვეტერანები მყავს და იმედი მაქვს რომ ფესტივალს მოვიგებთ და თბილისში მე რა იქნება ღმერთის წყალობით საქართველოს აზე გადაერთვებით მოგების შემთხვევაში და გისურვებ წარმატებას ეხლა დოლა შენთან გადმოვალ ჩემო ძმაო მე ძალიან ბევრ თამაშზე ყოფილ ვარ როგორც შენი გულშემატკივარი და მინდა რომ ეხლა როგორც მოედანზე შენ როგორც ვეტერანი ფეხბურთელი უკვე შენი აზრი დააფიქსირო ზოგადად ამნაირ მსგავს პროექტებთან იქიდან დავიწყებ ჯერ დიდი მადლობა მინდა გადაუხადო ყველა ორგანიზატორს ვინც ეს ფესტივალის ჩამოყალიბებაში წვლილი მიუძღვნის ნამდვილად კარგია ჯანსაღი ცხოვრების წესია და მეც მოხარული ვარ რომ ჩავერთე ვიხსენებ მადლობა შენ ვიხსენებ ძველ ფეხბურთს ჩემ მეგობრებთან ერთად რაც მნიშვნელოვანია და გვარები გიორგი კოღოები დაგვესიანიძე გიორგი ქიმაძე შოთა ბაბუნაშვილი ბექა ტუღუში ეს ვისთან ერთადაც ქუთაის ტორპედოში მითამაშია და კიდე ეხა დავიწყეთ და მე იმედი მაქვს რომ კიდე გამრავლდებით და უფრო ძლიერი გუნდი ვიქნებით მე დარწმუნებული ვარ ქუთაისში რეაბილიტაცია უტარდება 7-7-ზე საფეხბურთო მოედანს და ბევრჯერ ძალიან მაგარ თამაშებს ვიხილავ თქვენი ჩართულობით. ეხლა კი წარმატებებს გისურვებთ. ბექა არის გუნდის მოთამაშე მენეჯერი, თან თამაშობს და ასე ვთქვათ, გუნდს კრავს იმისთვის, რომ მიაღწიოს წარმატებას და გელოდებით, მოკლედ, რა თქმა უნდა, წარმატებები ფინალში და გელოდებით შემდეგ წლებშიც აუცილებლად ჩვენ არ დაუბერდებით და მაქსიმალურად ჩვენ სიტყვას ვიტყვით. მოკლედ, როგორც წეგამ თქვით, ჩვენს უკან იმართება ფინალური შეხვედრა, ორი ძალიან მაგარი გუნდი ეთამაშება ერთმანეთს და მე მინდა წარმოგიდგინოთ ერთი ძალიან მაგარი ადამიანი, ჩემთვის, ჩემი უსაყვარლესი მეგობარი პირველ რიგში, ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელი დავით ერემეიშვილი. დავით, ძალიან დიდი მადლობა ჩვენთან ერთად რო ხარ. მინდა რომ ჩვენი ზოგადად მასტერ ლიგის დაფუძნების დღიდან შენი გვერდში დგომა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. რა თქმა უნდა, რომ არ ყოფილიყო ქალაქის ჩართულობა, ვერ იქნებოდა დასავლეთ მასტერ ლიგა ქუთაისში. ამისთვის პირადად შენ ძალიან დიდ მადლობას გიხდით. ჩვენთან ერთად ფინალზეც რო ხარ და ამხნევებ ბიჭებს, ესე ძალიან მნიშვნელოვანია. მე მინდა წარმატებები გისურვოთ თქვენს კარიერულ საქმიანობაში და აქვე მინდა შეგეკითხო თუ რამდენად მნიშვნელოვანია ზოგადად ქუთაისისთვის. ყველა მიცის რომ თბილისის მერი კახიკალაძე ჩართულია უშუალოდ თამაშობს კიდეც, მაგრამ ძალიან ბევრჯერ უთქვავს ზუსტად ის რომ ქალაქისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია და ვიცი შენგანაც რამხელა მნიშვნელობას ანიჭებ და მინდა რომ ჩვენს ოჯახის წევრებს მაყურებელს ბევრი ადამიანი გვიყურებს ჩვენს გადაცემას და მინდა რომ შენი აზრი გამოხატო როგორც ქუთაისის აი ეს ჩართულობის თლიანობაში რა შეფასებას ვისცემდი ამ ყველაფერს. აკო, მადლობა შენ, მადლობა მთლიანად შენს მეგობრებს, შენს სტაფს, ესე აქტიურად ხართ ყოველთვის ქუთაისის მიმართ დაინტერესებული. გეტყვი იმასაც, რომ ეხლა ქუთაისი იმდენად ტრადიციული ქალაქია ფეხბურთის კუთხით, არ შეიძლებოდა რომ გვერდი აგველო, როგორც შემოთავაზება იყო თავის დროზე მასტერ ლიგის დაფუძნებაზე. იცი რომ თავიდანვე აქტიურად ვიყავი ჩართული და მოედანიც გავაკეთეთ იმისათვის, რომ ქუთაისი თავის წარმომადგენლობა ყოლოდა თქვენთან ლიგაში. ვიცი რომ ყოველ წელიწადს ბიჭები აქტიურად მონაწილეობენ, სხვადასხვა ჯგუფებში არიან გადანაწილებული და დღეს ესეც ერთ-ერთი იმის მანიშნებელია, რომ ქუთაისში ფეხბურთი უყვართ. ფეხბურთით არიან დაკავებული და ჩვენ, რა ვიცი, ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ ჩვენი თანამოქალაქეები, ჩვენი ახალგაზრდა თაობა ჯანსაღი ცხოვრების წესით იყოს ყოველთვის დაკავებული. უამრავი ინფრასტრუქტურული პროექტები ხორციელდება ქალაქში და უშუალოდ სპორტის კუთხით ძალიან ბევრი სპორტული მოედანი გაგწყვეტინებ, რომ აი ეს თუნდაც ეს საფეხბურთო ბაზა, ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად, რაც აშენდა ქუთაისში, ძალიან მნიშვნელოვანია ზოგადად
ბავშვთა მიმართულებით განვითარების და ასე შემდეგ. ზოგადად ჩვენ გვინდა რომ ქუთაისის ლიგა გავაკეთოთ. ბევრი რაღაცა მიზნები გვაქვს და ვერ იქნება ეს ყველაფერი რომ არა ქუთაისის მერის ჩართულობა და პირადად შენი ჩართულობა რა თქმა უნდა, იმიტომ რომ გიყვარს სპორტის მიმართულება, არ აქვს მნიშვნელობა ეს ფეხბურთი იქნება თუ ნებისმიერი სხვა. უბრალოდ ერთადერთი მაინც ვფიქრობ რომ ფეხბურთია ესეთი სპორტის შემადგენელი ნაწილი, რომელიც ყველა სპორტის სახეობის ადამიანი, ჩართული ადამიანი შეუძლია რომ ითამაშოს და მე ვფიქრობ რომ ერთობლივად ძალიან ბევრი რამე გამოგვივა რა. ზოგადად ახალგაზრდებისთვის როგორ ფიქრობ, რამდენად მნიშვნელოვანია მსგავსი პროექტების გაგრძელება? აი ეხლა ვიცი რომ სტადიონის რეაბილიტაცია მიმდინარეობს, გვინდა რომ რაღაცა აქტივობები, ფესტივალები, ჩართულობა და ჩვენი გვერდში დგომა, რა თქმა უნდა, თქვენთან ერთად ყოველთვის ყველაფერს გავაკეთებ. რამდენად ფიქრობთ იმას, რომ უფრო მეტად და მეტად გავზარდოთ ეს მიმართულება? თავისთავად მოთხოვნა უკვე დიდი არის, ვინაიდან ეხლა ამდენი გუნდები მონაწილეობდა ქუთაისიდან, ინტერესიც დიდი არის და ვთქვი და კიდე ერთხელ გავიმეორებ, რომ ყოველთვის ტრადიცია იყო ქუთაისში, რომ ყველა უბანს თავის საფეხბურთო გუნდი უნდა ყოლოდა. ვიტყვი იმასაც, რომ შეიძლება და უფრო მეტი ყოფილიყო მონაწილეების რაოდენობა, მაგრამ ის შეზღუდვები, რაც არის, რაც აქვს დაწესებული და ბოლომდე ამას უფრთხილდებით, ესეც მნიშვნელოვანია. რა თქმა უნდა, ეხლა ის მოედანი სულ რამოდენიმე თვეში უკვე დასრულებული იქნება და რაც იმის საშუალებას მოგცემს, რომ ის ქუთაისის ლიგაც დაარსდეს და აი ეს კიდევ უფრო მეტ ცნობადობას მოუტანს. მე დარწმუნებული ვარ თქვენთან ერთად, დავით, ნამდვილად ბევრ რამეს გავაკეთებთ და მე მინდა წარმატება გისურვოთ. ეხლა უკვე ფინალს ერთად დავაჯილდოვოთ და ნახოთ ვინ იქნება. რა თქმა უნდა, გამარჯვებული გვეყოლება ქუთაისის გუნდი, იმიტომ რომ ორივე ქუთაისის გუნდია. ყველა შემთხვევაში გამარჯვებული. მადლობა, დავით და მოკლედ ნახოთ, აბა როგორი ფინალი იქნება და გამარჯვებულსაც გავესაუბრებით აუცილებლად. აბა დროებით. დიდი მადლობა. ესეც ასე მორჩა ფინალური შეხვედრა, სადაც გაიმარჯვა ქუთაისი 225-მა. ჩემთან ერთად არის გიორგი ქიმაძე, რომელიც მე ფეხბურთის მოყვარულებს ჩემი წარდგენა არ ჭირდება. მე ძალიან ბევრ თამაშზე ყოფილი ვარ, გიო. შენს თამაშზე დავსწრებილო და არაერთი კარგი თამაში ვინახია შენი შესრულებით. მინდა ზოგადად ამ პროექტში ჩართულობისთვის მადლობა გადაგიხადო ჩვენი გუნდის სახელით და მინდა რომ უფრო მეტი და მეტი ჩართულობა იყოს თქვენი მხრიდან, იმიტომ რომ ფეხბურთს რო ვანებებ თავს მსგავს პროექტებში ჩართვისთვის ჩვენი მომავალი თაობა აუცილებლად მოგვიბაძავს და ამისთვის ძალიან დიდი მადლობა. შენთვის რას ნიშნავს ეს ყველაფერი მოედანზე რო დაუბრუნდი და ითამაშე ასე ვთქვათ მასტერ ლიგა? პირველ რიგში მადლობას გადავხდი ამ
ტურნირის ორგანიზატორებს, ყველას, ვინც ჩართულია ამ საქმეში. ჩვენც მაგიტო ჩავერთეთ ამ საქმეში, რომ გვინდა რომ დავანახოთ მომავალ თაობას, რომ ჯანსაღ ცხოვრებაზე კარგი არაფერი არ არის. ამითი გამოვხატეთ ჩვენი აქ მოსვლით, თამაშით გამოვხატეთ ხარდაჭერა იმ სპორტის, ამ ტურნირის და იმ ადამიანებს მინდა მადლობა გადაუხადო ჩემს კოლეგებს, ჩემზე უფროსი ადამიანები არიან, ჩემზე გამოცდილი ფეხბურთელები იყვნენ, წარმატებული ფეხბურთელები და ჩემი გუნდელები იყვნენ დღეს. მართალი ადრეს გუნდელები ვიყავით, მაგრამ ეხლა უკვე 7-7-ზე. აქ უკვე 7-7-ზე იყო. მადლობას მოგიხდით, რა ვიცი, რა ვთქვა, მინდა ყველას უსურვო ჯანმრთელობა, წარმატება და ახალგაზრდებს ვეთქვი, რომ იცხოვრეთ ჯანმრთელად. იყავით სპორტსმენები ვარ იქნებით არა აუცილებელი. კაი კაცი. იყავით ჯანსაღი ცხოვრების წესით. კიმა, შენი მარცხენა ჩვენ არ დაგვიწყებია, მე გილოცავ ამ გამარჯვებას. რა თქმა უნდა, გადაერთვები საქართველოს ჩემპიონატზე. ჩვენთან ზოგადად ჩვენ ჩემპიონატში ძალიან ბევრი გამოცდილი ფეხბურთელი თამაშობს. მიხარია რომ თქვენც ჩაერთეთ და დარწმუნებული ვარ ეს ყველაფერი გაგრძელდება და უფრო ძალიან მაგარ გუნდს ვნახავთ თქვენი სახით და წინ გელოდებათ. მოკლედ ფინალური ეტაპი, წარმატებებს გისურვებთ. აბა, მოემზადეთ შემდეგში აუცილებლად უფრო მეტ ფორმაში და ასე ვთქვათ, უფრო მეტ სანახაობას შემოგთავაზებს. ეხლა კი დავემშვიდობები ჩვენს ყველა მონაწილეს, მადლობას გადაუხდი ჩართულობისთვის და რა თქმა უნდა, ამით დამთავრდა ფესტივალების სერია და გაგრძელდება უკვე ფინალური ეტაპი, სადაც აუცილებლად უკვე ძალიან მაგარი თამაშებით დაბრუნდება 7-7-ზე ფეხბურთის ასოციაციის ბეთლაი მასტერლიგა ფესტივალები. აბა, წავედით და რა თქმა უნდა, იცხოვრე ფეხბურთით და ითამაშეთ ბეთლაი მასტერლიგა.